Hi guys, და დღეს ვიღებთ challenge, whisper challenge უბრალოდ. ეს არის მოკლე challenge, დღეს იქნება მოკლე ვიდეო, მაგრამ იმედია სახალისო და საინტერესო და დღეს ამ ვიდეოში ერთ ეკეთება ყურსასმენები, ხმამაღალხმაზე და მეორე ადამიანი, უბრალოდ მეორე რომელიმე აქედან ეტყვის ან დაუსვას რაღაც და ის უნდა გასცეს რანდომ კითხვებით. მე ვარ ანა და ჩემი აზრით არაფერზე არ გამეცნია. აი ხო არა, ყველაფერზე გამეცნია, იმიტომ რომ ყველაფერზე მეცნება და ჩემი აზრით ცოტა მენტალური ის მაქვს კონტაქტი ელენესთან და იმედია რომ რაღაცნაირად ელენეს უდამისნოს რამე კითხვას სწორედ გავცემ პასუხს რა და ნორმალური სიტყვით და არა რაღაცა უაზრობით. მე ვარ ელენე და ჩემი აზრით აი მართა რო იტყვის რამეს ისეთ სახეს გააკეთეს რომ ეგრევე გამეცნება აი ეგრევე ჩემი სახელია მართა და ჩემი აზრით ანას სიცილზე გამეცნება იმიტომ რომ აი რაღაცა თიცინის ახეთ მეცნება რაღაც მე თიცინის იოი აი ხანდის მოკალეთ პირველი გვყავს ელენე ვაფშე არის ანუ ჩვენ გვესმის მაგისი მუსიკა და არა ჩვენ ცოტა დავუწოთ იმიტომ რომ ანუ ძალიან ისმის რა მესმის ძალიან მაგრა ისმის რომ იმ ხელახმაზე ყვირის კაი მოკლედ დავიწყოთ ელენე უღადაო მაგრამ არ ისმის კაი უღადაო მაგრამ ოკეი პირველი შენი აზრთან მოიცნეთ რომ ნორმალური მოვიფიქროთ სოფელში რომ წასულიყავი მხოლოდ მარტო ერთი რა რას წაიღებდი შენ სკამი სკამს კაი შენი ყველაზე საყვარელი ნივთი ბობი სახელი ბობი თუ გახსნიდი რესტორანს, ვინ იქნებოდა შენი პირველი ისა რა ვქვა სტუმარი? ვაშლი. მუსიკას ოდის ჩართოთ. ელენე ხარა. რაში დახარჯავდი $1 მილიონ? ჩურჩხელა. საიდან მოაგვენდა? კაი, ჩურჩხელაში როგორ დახარჯავ? ჩურჩხელაში $1 მილიონ ჩურჩხელას ეყენდა. ოკეი. შენი ყველაზე საყვარელი ადამიანი? ბურთი. ადამიანი მეზგი და ბურთიო. ოკეი. ხო, ხუთი კითხვა დავუსვი, კაი, ისო. რეგიონის გვიჯდება არის მართა. კაი, გესმის? მართა, გესმის? არის კაი. კაი. დავფიქრდეთ, ვინ არის შენი საყვარელი დეიდაშვილი? ჩუსტი. ყველაზე წივის. კაი. სკოლაში რომ მიდიხარ, პირველ სიტყვას რას იძახი ხოლმე? პლანშეტი. მდინარეზე რო დადიხარ, ყველაზე ხშირად რას აკეთებ იქ? შტოლბა. რა? შტოლბა. შენი საყვარელი ადამიანი? ყვავილი გაადამიანდა ხალხო. და ბოლო კითხვას უსმევ მე. რითო დაჩენს? რისი თამაში გიყვარს ყველაზე მეტად? საყურე. ოკეი. აი. სკოლაში რომ მიდიხარ, შენ საკუთარ ბარს პირველს რას ეუბნები? ხელი დამარტყი, როცა იტყვი. ხელი დამარტყი. ვაშლის ხე. აი. ბობი ურ შემოგახტება, რას ვირი ხარ ან რას იზამ? პირსახოცი. უეჭველი პირსახოცი. აი. მე ანა მოგისვა ხო? შეიძლება თქვა. რა შეიძლება კიდევ თქვა? რა თქვა? ორზე რომ მივდივართ. იქრას ძახი. გამყიდველი, აი 100% გამყიდველი.
კაი, მაღაზიაში რომ მიდიხარ, რას იღებ? ნიანგი, უეჭველი. რა? იყიდა მაღაზიაში. კაი. მაგრამ ზომა ხო, ზომაზე. ელენის და მართას ჭკუით ზოომაღაზიაში იყიდება ნიანგი. რომ მიდიხარ მეგობრებთან, სასეირნოდ, იქ რას აკეთებ? ახმეტა უეჭველი. მე ახმეტა. ხუთი ყო. ეხა რაუნდ 2, ეხა უნდა დაუცვათ ისევ ერთმანეთს კითხვები, მაგრამ ეხა უნდა გავუცეთ ან კი, ან არა, ან ხო, ან მაგრამ, ანუ ხო, ეგეთი რა. სიტყვებით არა, ეხა ანუ ან კი, ან არა რა, უნდა გავუცეთ ესე პასუხი. ყველა შენ დიდი დაშვილი გიყვარს? ხო! ელენე ჩემს მეტად გიყვარს? არ ვიცი. ელენე ასე არ არის. კაი. მიცემდი თუ არა 1 მილიონს მაწანწალას? არა. ხოები კიდე კაი, იმიტომ რომ იმ დღეს მე უნდა კიო. კაი, 50 ლარს ვიწევდიო. ზღდა. ხო. კაი, ზეგიო. კაი, შესაძლებლობა თუ გქონოდა წახვიდე თუ არა ბოქსასახში? კი. იადე და შეკიდა უკვე ჩაფარკო მარტო. ბოლო კითხვა. მართალია რომ არ მართალია, კახო, მართალია რომ ისა როგორ საჭმელი გაკეთება გიყვარს, მაგრამ არ იძახი. არა. არა, ოკეი. ოკეი, part 2 კი არ და ხა ელენე გვაქრა გვყავს რა. კაი. ლიზი უფრო გიყვარს ჩემზე მეტად? არ ვიცი. არის ისა. ნუ ხო ეგ ლეგენდარული პასუხი. კაი კითხვა. კაი კითხვა რა, კაი პასუხი. ხო. ანასტასიას უფრო აფასებ ვიდრე მართას? არა. ანასტასია იგივე კითხვას დავუსმოვეს რა. თუ შესაძლებლობა გექნებოდა 50 მილიონს მისცემდი თუ არა ბომში? კაი, ბომში არ მაწანწალას. კი. ხალხო ელენის მაწანწალა თუ შევხვდება ვინმე, ანუ რო იცოდეს მოგცემთ რა. კაი, მართალია თუ არა რომ შენი საყვარელი საჭმელი არის პილმენი? არც ერთი. არც ერთი რაჭმაში იყო, მაგრამ ოკეი. და ბოლო კითხვა, ბოლო კითხვა, გიყვარს თუ არა მდინარეზე სიარული? მერავი. არ ვიცი. მერავი. სოფელში რო წასული ყავის სკამს წაიღებდი? ალბათ ხო. კაი. მანა მოსროდეს მე დაარტყავდი? არ არსებობს. ხო რა. ამათ გენიალური იდეები აქვს და კითხვები. კაბელი შენ თვითონ მოიძროვდი? ავი. არა მგონია. ბობის გადააგდებდი ფანჯრიდან მესამე სართულიდან? არა. გეუბნებით ამათ აკლიათ თავში. წყალს გადაისხავდი ზედ გადაისხავდი როდესმე? რა თქმა უნდა, კი. Of course. ხო რა. მათესან ლაზარე ჩახუტავდი როდესმე? არა მგონი, არა. მოკლედ თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, დაგვაფოლოეთ, დალაიქეთ ეს ვიდეო, დაწერეთ კომენტარებში რა გინდათ რომ გადავიღოთ და შემდეგ ვიდეოში იმედი მაქვს რომ უფრო საინტერესო იქნება შემდეგი ვიდეო და ეს ვიდეოც იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. თუ გინდათ უფრო ბევრი ვიდეოები მართასთან, ელენესთან, დაწერეთ კომენტარებში. ახლა კი ყველას გემშვიდობებით და ნახვამდის.